საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველასა. მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა, თუ რა ცუდი შეიძლება წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან სავსე მთვარეობაზე. ეხლა მოდის სავსე მთვარეობა და სავსე მთვარეობას რა ცუდი შეიძლება გაჰყვეს თქვენი ცხოვრებიდან. მინდა გავშალო ჩემი დასდა და ვნახოთ. თქვენ არაფერს ჩაფიქრება არ გესაჭიროებათ. მე თვითონ ნახავ რა ცუდი შეიძლება წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან. თუ თქვენ ცხოვრებაში იყოს სიყვარულთან დაკავშირებით წარუმატებლობა, ან ორი ადამიანი ერთმანეთთან ვერ თანხმდებოდა, იყვნენ გაურკვევლობაში, ვერ ხდებოდა ორი ადამიანის შეთავსება ერთმანეთთან, მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ცუდი, ნეგატიური წაჰყვება ახალ მთვარეობას და ახალ მთვარეობის შემდეგ თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება, უფრო მეტად დასტაბილურდება სიყვარულში თქვენი მდგომარეობა. თუ ამდენხანს ერთმანეთთან გრძნობდით სიცივეს, მინდა გითხრათ, რომ ორი ადამიანი აქ ერთმანეთს შეავსებს ყველა მხრიდან, წავა თქვენი ცხოვრებიდან სიცივე და ორი ადამიანის სასიყვარულო სფეროში დაასტაბილურებს ერთი მეორეს. იგრძნობთ გამარჯვებას სასიყვარულო სფეროში. თქვენ მოგემატებათ ენერგიები ქურუმი ქალის, ანუ თქვენ გაიგებთ თუ როგორ უნდა მართოთ სიტუაცია. თუ ამდენხან იყავით სულ ერთ პოზიციაზე და თქვენს საქციეს არ მოყვებოდა წინ სულა განვითარება მეორე წყვილთან და იყავით სულ კამათში, თქვენ უკვე ასე რომ ვთქვათ ჩვენებურად დაამუღამებთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რა ახარებს თქვენს მეორე ნახევარს, ან თქვენ შეყვარებულს, ან ადამიანს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, დააფიქსირებთ, დააპროგრამებთ ყველაფერს, თუ რა მოსწონს ადამიანს, რა უხარია და თქვენ თვითონვე შეეცდებით ამ ურთიერთობის წინა პლანზე გადაყვანას. ანუ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ენერგიებიდან მიდის ცუდი სასიყვარულო სფეროში. თუ დღემდე ვერ ხდებოდა ორი ადამიანის ერთმანეთთან შეთავსება, იყო კამათი, ეს კამათი წავა თქვენი ცხოვრებიდან და ამ ყველაფერს თქვენ თვითონ უწყობთ ხელს თქვენი აზროვნებით, თქვენი მეთოდების შეცვლით. ანუ თქვენ აპროგრამებთ ადამიანს და თქვენ სწავლობთ კარგად ადამიანს, თუ რა მოსწონს ამ ადამიანს, როგორ უნდა მიუდგეთ და მოექცეთ ამ ადამიანს, რათა ურთიერთობაში იყოთ გამარჯვებული და ურთიერთობა იყოს დასტაბილურებული. ურთიერთობაში ორივე ადამიანი იყოს კმაყოფილი. წარსული კვდება წარსულის გაუთავებელი ჩხუბი, ბრძოლა, კამათი, მიჯაჭვულობა ადამიანზე, სადაც ურთიერთობა არ ვითარდებოდა, მხოლოდ იმიტომ იყო ორი ადამიანი ერთმანეთთან, ჰქონდათ მიჯაჭვულობა, იყვნენ ერთმანეთს შეგუებულნი და სინამდვილეში ამ ორი ადამიანის ერთად ყოფნას არ მოჰყვებოდა არანაირი განვითარება. აი სწორედ ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, გაურკვევლობა, ჩხუბი, ერთმანეთზე მიჯაჭვულობა, როდესაც ორი ადამიანის ერთად ყოფნას განვითარება არ მოჰყვებოდა. ეხლა მინდა გითხრათ, რომ თქვენს ერთად ყოფნას მოჰყვება განვითარება და ამ ყველაფერს ასტაბილურებთ. თქვენ ამ მდგომარეობის, ამ სიტუაციის გამარჯვებული იქნებით თქვენი ცხოვრებიდან ორ წყვილში მიდის ყველანაირი კამათი, ჩხუბი, გაურკვევლობა, აქ ადამიანი, ქალი ასტაბილურებს მდგომარეობას, ანუ თავის პარტნიორს, შეყვარებულს თუ ადამიანს, რომელიც მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, შეისწავლის კარგად და ასტაბილურებს მდგომარეობებს, იმით თუ რა მოსწონს ამა თუ იმ ადამიანს, რა ახარებს
და როგორ უნდა იყოს როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ურთიერთობაში იყოს ორივე მოგებული ქალიც და მამაკაციც. აქ შესაძლებელია ბევრთან ურთიერთობის წინსვლას და განვითარებას მოჰყვეს საბუთები, ქორწინება, ჯვრისწერა და ასე შემდეგ. ყველანაირი გაურკვევლობა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, აქ არის ხმალი გამარჯვების ნიშნად და ეს გამარჯვება მოგაქვს თქვენი ცხოვრებისთვის. თქვენ ადამიანი, რომელიც თქვენთვის შესაძლებელია არაფერს წარმოადგენდა მიჯაჭვულობის გარდა, ადამიანი მომენტალურად შეიძლება და გახდება თქვენი ცხოვრების იმპერატორი. ასევე ზოგიერთი შეიცვლით აქ სტილს, გახდებით უფრო მიმზიდველი, იზრუნებთ საკუთარ თავზე, რათა არ დაკარგოთ ის მამაკაცი, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია, იზრუნებთ საკუთარ თავზე, შეიცვლით თმის სტილს, შეიწახოთ სალონში, ზოგი მაკიაჟის გასაკეთებლად, ზოგი თმის სტილს შეიცვლის და რა ვიცი, ზოგი თმას გაიღებავს, რათა მიიქციოს მამაკაცის ყურადღება და დაათმოს ურთიერთობები. ამ ხრიკსაც კი გამოიყენებს აქ ქალბატონი და თქვენი ხრიკები ამართლებს. აქ მინდა გითხრათ, რომ მამაკაცი, რომელიც ურთიერთობაში ცივი იყო, ხდება თქვენი ცხოვრების იმპერატორი. აქ ხდება კვერთხების მეფე, რომ ადამიანი, რომელსაც იზიდავთ ძალიან სექსუალურად, მიიზიდავთ სექსუალურად და ის ხდება თქვენი ცხოვრების არა მარტო სექსუალური მეფე, არამედ ცხოვრების იმპერატორი. ადამიანი, რომელიც ასეთი ცივი იყო თქვენ ცხოვრებაში, მოულოდნელად დათბება და ამ ყველაფერში მიგიწვით წილი თქვენ, რადგან თქვენ თვითონ შეარჩევთ გზებს, თუ როგორ უნდა დაათმოთ მამაკაცი თქვენ ცხოვრებაში. აქ არის მესაკუთრეობა და თქვენ ისაკუთრებთ ამ მამაკაცი. ყველანაირად გამოუსადეგარი, უქნარა თქვენი ცხოვრებისთვის აბსოლუტურად კატეგორიულად შეიძლება მეგობრებო და ეს მამაკაცი ხდება თქვენი ცხოვრების იმპერატორი, თქვენი მესაკუთრე ადამიანი, ეს გახდება ადამიანს, რომელსაც აღარსა და აღარ უნდა წასვლა, რადგან თქვენ მისი ყველაფერი ხართ და მას ავსებთ ყველანაირად. როგორც გითხარით, აქ ამ თქვენ ხრიკებს მოჰყვება ჯვრისწერა, ქორწინება ან ურთიერთობის ძალიან დიდ მაღალზე აწევა და გადასვლა. აქ ძალიან ბევრთან იქნება ჯვრისწერა მეგობრებო, რადგან ამას ორი არკანი აფიქსირებს. ადამიანი თუ მეორე შემთხვევა ისიც უნდა განვიხილოთ, თუ ადამიანი თქვენთან იყო გარე ურთიერთობაში, არ ქონდათ ახლო ურთიერთობა, შესაძლებელია ბოდიში ამ სიტყვაზე და შესაძლებელია არაფერი არ გაკავშირებდათ ერთმანეთთან სექსუალური ურთიერთობის გარდა, მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა შეიძლება ქორწინებით, ბედნიერებით, აქ არის საზეიმო ქორწინების სახლი, ზეიმი და რა ვიცი, თქვენ ერთი უბრალო მანდილოსანი მომენტალურად გადიქცევით ამ მამაკაცისთვის ყველაფერი, როდესაც მამაკაც ყველაფერი ასტაბილურებს და თქვენს გარშემო და თქვენს იქით გახედვა აღარ უნდათ. აი, სწორედ ასე შეიძლება თქვენი ურთიერთობა და ამ ყველაფერს მიაღწევთ თქვენი ხრიკებით. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.